Salam ყველას. დღეს მექნება YouTube-ზე ვიდეო ტრეიდის განხილვა, სადაც მე სადღაც 10 წუთში არც კი შეიძლება გავაკეთე $430 და მაგ ტრეიდის განვიხილავ დღეს. ეს იყო live trading-ზე გახსნილი ტრეიდი, რაც live-ში გავხსენით, ვინც არიცით. Live trading-ი დავიწყეთ, ვისაც live trading-ზე ჩვენთან ერთად ტრეიდინგი და ჩვენ ტრეიდებს ყურება და ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღება, რაც ძალიან კარგ დონეზე გვაქვს მაგ live trading-ში. შემოსვლა შეგეძლებათ პირველ აგვისტოს, ამიტომაც Discord server-ზე შემოდით და მაგ ანონსს დაერლოდეთ. ხო. ეხლა, რაც შეეხება trades, მოდი დავიწყოთ მარცხნაზე მოცულ მაღალ time frame მაქვს ხოლმე, აქეთ მაქვს ის time frame, რა time frame-ზეც trade უნდა გავხსნა და ქვემოთ მაქვს ES-ი, ანუ მეორე კორელაციური წყვილი მაგ PR-თან რასაც trade-ობ, ანუ ამ შემთხვევაში NASDAQ-თან, ხო? დღეს ვიყავ bearish მარკეტზე. მარკეტზე ვიყავით bearish-ში, მოდი ის time frame-ი ჩავდოთ ES-ზე, რა time frame-იც არის აქ. ეხლა, შეხედეთ, მე როცა ტრეიდობდი 2 წამი 4 საათიანზე გადავიდეთ, შეხედეთ, ჩემს ტრეიდ დროს NQ იყო ამ 4 საათინგებში ასული, ES-ი არ იყო, დაფეილდა რომ მაგ 4 საათინგებში ასულიყო. შემდეგ უკვე, მანდ გვაქვს 1 საათიანი ფოლგებიც და ეს ბაისა liquid, ხო? შემდეგ უკვე 5 წუთიანზე AM-ზე, რა არის 5 წუთიანი? 5 წუთიანზე AM-ზე, აი ეს არის ის ბაისა liquid-ი, აკუმულაციის ჰაიები, რაც მარკეტმა აიღო და მარკეტზე კი bearish ვიყავი და აი ამ ლოებს აიღებდა, მეთქი ვიფიქრე რანერიც ქონდა დატოვებული წესით, რა ვიცი, ერთი $550 პლუსში იყო, მაგრამ არ გამოვიტანე. 430 გამოვიდა ჯამში მე. რანერი ქონდა ერთი მიკრო დატოვებული. მოკლედ. შემდეგ უკვე აი ეს დროპი რო ქონდა, მინიმუმ ფასი ჩემი ტარგეტი იყო აი ეს low, რომელი low-ც არის liquidity არის იმ ბალანსში, რაც ძალიან კარგი ტარგეტი არის. ეს ამ დროს სად იყო? ES-ს ამ დროს ჩამოდიოდა, იგივე ადგილას გაჩერდა ES-იც და მოდით მოწამეზე გადავიდეთ ES-ზე. სადაც entry გავაკეთე. სად არის? მოძრაობა, აი ეგერ არის. კაი. ეს არის NQ-ზე, მოკლედ, თავიდან NQ-ზე დიდი ცოტა არასერიოზულად, იმიტომ რომ ეგ ტრეიდი სერიოზულად არ გამიხსნია. უბრალოდ ეს თქვათ გრძნობა ვიგრძენი მარკეტი მაგ დროს რა მოკლედ. და განახებ შეხედეთ, თავიდან NQ-ზე ხედავთ აგერ არის volume imbalance რა. აი ეს volume imbalance 5 წუთიანი. აი volume imbalance-ში რო ავიდა, აი ეს ეგ მოძრაობა, რომ მაგ volume imbalance-ში ავედით, აქ 15 წამიაზე შეხედეთ, buy-sell liquidity-ს ვიღებთ და მარკეტზე გვაქვს SMT გვაქვს აქ. ხო, აქ გვაქვს SMT? კი. ESS აი, ამ დროს მაგის არ შემიხედავთ, არც მჭირდებოდა სიმართლე გითხრათ, მოდი მაგას ვაფშე არც მონიშნავ მაგის გამო. და აი აქ მე displacement რო ქონდა ქვემოთ, აი აქ ერთი მიკროთი ვიყავი შესული, პროსტა აი ეს მოძრაობა დავიჭირე, მაგრამ არ გამოსულა რომ აქედან. მე უკვე გაკეთდა აგერ 5 წუთიანზე ეს ფროლგები, აი ეს, ხო, მაგას უყურებთ, მეტად უფრო მეტი displacement-ია და აქ უკვე 15 წამიაზე ვუყურებ მარკეტს, რომ აი ამ range-ის პრემიუმში რო ავიდა, აქედან sell დავიჭირო. აქ გაყიდვა დაბალობითობიანი, იმიტომ რომ დისკაუნტში არის და აქთან მით უმეტეს 5 წუთიანზე სანთლის დახურვა დამთავრებული არც არის, ანუ PDRA არ მაქვს მაღალ time frame-იანი, ველოდებით retracements. მე აი აქ სადღაც აქ იყო სადღაც SMT მგონი. ხო, აი აქ არის SMT ამ high-ებს, ხო? აქ დაიდროპა, აქ ველოდებოდი რომ აი ეს gap-ი, რომელიც იცით არის feral gap-ი, წინათ დარესპექტებული, მინდოდა რომ დადისრესპექტებულიყო. მოკლედ, ავიდა კიდე ღრმა retracement-ი ქონდა ამ range-ის ძალიან ღრმა პრემიუმში. მე displacement-ი ქონდა, აქ უკვე შეგეძლოთ გაგიყიდათ, აქ არ გამიყიდია. აი აქ გავყიდე 4 მიკროთი, კიდე მე ცოტავა და stop loss-ი აქ მედო, კიდე 4 აქ დავამატე. ჩემი პირველი ტარგეტი იყო. განახებთ ახლა 15 წამიაზე, აი ეს low, 15 წამიაზე 5 წუთიანზე, აი ეს low
და საბოლოო ტარგეტი იყო ეს low და ერთი მიკრო მქონდა რანერი დატოვებული. მოკლედ მაგას განახებთ. ეხლა ეგ რა low იყო ტარგეტი. პირველი ტარგეტი იყო აი აქ ეს ადგილი და მეორე ტარგეტი იყო აი აქ ეს ადგილი. რასაც ხედავთ რომ ჩავარდე. ამ ტრეიდში ვიყავი რამდენი წუთი ხო? 11:04-დან 11:14-მდე, რაღაც დაჟე არც კი რა. 10 წუთი ვიყავი ამ ტრეიდში. ეს იყო დღევანდელი ტრეიდის განხილვა. მე მარკეტი დიად არც მეგონა რომ იმის კარგი იქნებოდა რომ ჩვენა მარკეტმა მოძრაობა მაგიტომაც ვითრეიდეს იმართლა გითხრით. მაგრამ მე მარკეტი ამ კვირაში ვინც ჩარტინგ სესია ნახეთ არ კვირის ანთლსაც რო გადახედოთ ამ კვირაში დიდ მოძრაობას არ მოველოდით ვოლატური არ იქნება მეთქი წინასწარაც თქვი რაც მოხდებოდა საერთოდ წავიდოდა მარკეტი რომ წინა კვირის საის აიღებდა და იმის იქით თუ დავხოლდოთ მაგ წინა კვირის საის კიდე ეგ ლაივზე თქვი წავიდოდა ეგ უკვე მარკეტის გადაწყვეტილება იყო იმიტომ რომ ეს კვირა ვოლატური არ იყო არ ქონდა ნიუსები აქედან გამომდინარე ამ კვირის ტრეიდი შედარებით გამოუცდელი თვალისთვის იქნებოდა ძალიან რთული. ამიტომაც იქ ყველაფერი რასაც ჩარტინგ სესიაზე ვიძახ ხოლმე, უნდა გაითვალისწინოთ. ხო, მე ერთი მიკრო რომ მქონდა დატოვებული, აქ რავიდან დიდი პლუსში იყო, მაგერთი მიკრო თქმა რა არ ჩახვსენი, იმიტომ რომ თუ ბეარიში იყო ფასი აქედან, ხო, ძალიან დიდი reversals ვიჭერდა მაგერთი მიკროთი მთელი დღის განმავლობაში თუ მოძრაობა იქნებოდა, პერფულს გავაკეთებდი. ამიტომაც დავტოვე. კონსტენსირებული ტოპსებზე არ მაქვს. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ ეს იყო დღეისათვის. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით. წარმატებულ ტრეიდინგს ისურვებთ.